სახელითა მამისათა და ძისათა და სული საწმინდისათა ყოლა სამდელონო მეუფენო პატიოსანო მამანო ძვირფასო ძმებო და დებო გილოცავთ სულთმოფენობიდან მერვე კვირა დღეს და თავარანგელოს გაბრიელის ხსენებას დღეს აი ამ დღესთან დაკავშირებით სახარებიდან წაკითხული იყო ეპიზოდი უფალ იესო ქრისტეს მიერ 5000 კაცის დაპურების შესახებ, სასწაულებრივი დაპურების შესახებ. და ის სახარება აზუსტებს, რომ 5000 ადამიანი იყო გარდა ქალებისა და ბავშვებისა. ესე იგი, დაახლოებით 10 ან 15000 ადამიანი მაინც იქნებოდა იქ სავარაუდოდ. ეს ეპიზოდი, როგორც ყველა საკითხავი სახარებისა, განსაკუთრებულ სწავლებას გვაძლევს ჩვენ იმის თაობაზე, თუ რა დიდი მნიშვნელობა აქვს ჩვენი სულიერი ცხოვრებისთვის, ღმერთის ლოცვა-კურთხევას და რწმენას, რწმენის ძალას. აი მოციქულებს აზრათას არ ქონდათ ის, რომ შეიძლება 5 პურით და 2 თევზით დაპურებულიყო ამდენი ადამიანი. და ამიტომაც უთხრეს უფალს, რომ მათ მოშივდათ, ცოდოები არიან და გაუშვათ ახლო-მახლო სოფლებში, რომ იყიდონ თავისთვის საჭმელი. და უფალმა უთხრა, რომ არ არის საჭირო მათი წასვლა, არამედ თქვენ მიეცით მათ საკვები. მათ მიუგეს, რომ გაკვირვებულებმა ჩვენ მხოლოდ 5 პური და 2 თევზი გვაქვს და ეს რას ეყოფა ამდენ 1000 ადამიანს. უფალმა თითქოს არც შეამჩნია მათი ეს შეპასუხება და უთხრა, რომ უბრძანეთ დასხდნენ ბალახზე რიგებად. შემდეგ აიღო ეს პურები და თევზი, აღაპყრო თვალები ზეცისკენ, იმის ნიშნად, რომ იგი არის ერთარსი მამა ღმერთისა და რომ ერთია მათი მოქმედება. აკურთხა ეს პურები, მისცა მოციქულებს, მოციქულებმა კი დაურიგეს ამ ხალხს და არამხოლოდ დანაყრდა ეს ამდენი 1000 ადამიანი, არამედ კიდევ დარჩა 12 კალათი აავსეს პურით. ესე იგი, ბევრად მეტი დარჩა, ვიდრე იყო თავდაპირველად. და აი მოციქულებმა დაინახეს ღვთის ლოცვა-კურთხევის ძალა და მათი რწმენის ძალა უფლისადმი. და აი ჩვენ ძვირფასო ძმებო და დებო, წმინდა ეკლესია ყოველთვის გვასწავლის ლოცვა-კურთხევის მნიშვნელობას ჩვენ სულიერ ცხოვრებაში. რომ სადაც არის ღვთის კურთხევა, იქ არის ყოველგვარი სიკეთე და წარმატება. ხოლო სადაც არ არის ლოცვა-კურთხევა ღვთისა, იქ ადამიანები რომ შრომობდნენ, ხოლო თავისი ნებით, ნება-სურვილით, იქ ან არ ექნებათ ჯეროვანი წარმატება, ან საქმე არ გამოვა საერთოდ. და გარდა ამისა, რას გვასწავლის ჩვენ ეს წმინდა სახარება? მოციქულებსაც ასწავლა, რა თქმა უნდა, და ჩვენთვის ყველასთვის სულისთვის სასარგებლო სწავლებაა, რომ ღმერთს შეუძლია მცირედისგანაც შექმნას სიმრავლე, გაამრავლოს მცირედიც. და ასევე ის, რომ უფალი არ უგულებელს ყოფს მცირედსაც კი. აი ნახეთ, რომ უფალს ხომ ახდენდა ამ სასწაულს და ხომ შეეძლო ზუსტად იმდენივე პური გაემრავლებინა, რამდენი სჭირდებოდა აი ამ ხალხს. არამედ მან მეტი მისცა, ბევრად მეტი მისცა. და ასე იქნება ჩვენ ცხოვრებაშიც ყოველთვის. ამიტომ არასდროს არ უნდა დავბრკოლდეთ, თუ ხედავთ, რომ მხოლოდ მცირედის მირთმევა შეგვიძლია, რომ მცირედი მივართვათ უფალს, მცირედი მივგვაროთ მას, ჩვენი შრომა თუ ჩვენი ღვაწლი თუ ჩვენი
უნარები ჩვენი შესაძლებლობა. არ უნდა დავბრკოლდეთ, რადგან უფალი ამ მცირედს გაამრავლებს აუცილებლად. როგორც აი მოხდა დღევანდელი სასწაულის შემთხვევაში. და კიდევ ერთი რამ, რაც ერთ-ერთი ყველაზე მთავარია ალბათ, რომ მოციქულებმა დაინახეს რწმენის ძალის მნიშვნელობა, რომ მათ არაფრის არ უნდა ეშინოდეთ და არც ერთი გარემოება არ უნდა ჩათვალონ უიმედოდ. ეს ჩვენთვისაც დიდი სწავლებაა, რომ ჩვენ რწმენის სახით გვაქვს ისეთი ძალა, ისეთი საყრდენი, რომელიც ყოველთვის დაგვეხმარება ჩვენ. და ვიბეორებ შეძლებს ჩვენი მწირი შესაძლებლობების, ჩვენი მწირი შესაწირავის გამრავლებას და გაძლიერებას. აი თუ გახსოვთ, როცა უფალი სასწაულებს ახდენდა, მას არაერთხელ უთქვამს, რომ ვისაც კურნავდა თუ ეხმარებოდა, რომ თქვენი რწმენისამებრ გეყოს თქვენ. ესე იგი, როგორი რწმენაც გაქვთ, ისეთი იქნება ღვთისწყალობა. იმის მიხედვით მოგეცემათ ღვთისწყალობა. ეს რას ნიშნავს, რომ უფლის რწმენა ჩვენს გულში, ეს არის გასაღები, რომელიც ხსნის ჩვენთვის საღვთო სიკეთეების დიდ საუნჯეს. ეს უნდა გვახსოვდეს ყოველთვის. და როდესაც მოციქულები გრძნობდნენ რწმენის ნაკლებობას, გახსოვთ მათი სიტყვები, როგორც თხოვეს მათ უფალს, რომ რწმენა გაგვიმრავლეო, გვიმრავლე ჩვენ სარწმუნოები. რატომ? იმიტომ რომ ისინი უკვე დარწმუნდნენ ამ რწმენის ძალაში და მნიშვნელობაში. და ამიტომაც თხოვეს. ეს იყო, როდესაც უფალმა უთხრა მათ, რომ იქ თავის მსმენელებს, რომ როცა შეგწოდავს ადამიანი, გაუწყერიო მას. ამხილე. მაგრამ თუ შენდობას გთხოვს, აპატიე და 70-ჯერ 7 გზის აპატიე თუ შენდობას გთხოვს. და მერე უთხრეს მოციქულებმა, რომ გვიმრავლე ჩვენ რწმენა. და აი თუ ისინი თხოვდნენ ამას, მით უმეტეს ჩვენ ძვირფასო ძმებო და დებო, რომლებიც ვართ მცირედ მორწმუნენი, სულიერად გლახაკნი, გმართებს რომ ვილოცოთ და ვთხოვოთ უფალს, რომ გაგვიძლიეროს ჩვენ რწმენა, გაგვიმრავლოს რწმენა, რომ გავხდეთ მისი მადლით. და აი დღეს მთავარანგელოზობაა და მთავარანგელოზ გაბრიელის და ყოველთა უხორცოთა ძალთა ლოცვით და მადლით ნამდვილი ქრისტიანები და გულწრფელი ქრისტიანები, ამინ, მერთმა დაგლოცოთ, გაგაძლიეროთ. დღეს ჩვენ ვლოცავთ მეფარიშვილებს და ბაჯაძეებს. ღმერთმა გაგახაროთ, გაგამრავლოთ და გიმრავლოთ რწმენა და სიხარული და ბარაკა თქვენს გვარებს და ოჯახებს.